ვრცელდება იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. თეა წულუკიანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა 15 წუთიან მოხსენებაში იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებსაც მისი უწყება ატარებს. მოხსენების შემდეგ წულუკიანმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, პოლიტიკურ პროცესებსა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა. სხდომა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს მიხავდა. შედგენები შეხვედრა აღსანიშნავი იყო იმით, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპარლამენტში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და მათ აქვს სხვადასხვა განწყობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა დებატება ცხადყო, რომ ეს განწყობა სასიკეთოდ შეიცვალა. ის რომ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა სახელმწიფომ სტრატეგიული არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ, ეს არჩევანი ეჭქვეშ არასდროს დადგება. მთავარია ახლა ევროკავშირთან ერთად მივიდეთ წარმატებით ვილნიუსის სამიტამდე, რომ ვილნიუსის სამიტი თვითონ იყოს საქართველოს სახელმწიფოსათვის და ქართული დემოკრატიისთვის წარმატება და შემდეგ ინიცირებიდან ხელმოწერამდე ევროკავშირთან ხელშეკრულება ჩვენ გვექნება დრო იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავგეგმოთ უკვე პრაქტიკაში რას გულისხმობს ევროკავშირთან ამგვარი გაღრმავებული ურთიერთობა.